ძალიან სამწუხაროა, რომ თავისი არსით უწყინარი, ქვეყნის მოპირკეთებაზე ორიენტირებული არჩევნები უსამშობლო ფაშისტების მონაწილეობით კვლავაც საომარ, სისხლიან კალოთ გადაქცევის პერსპექტივად განიხილება. Გავფრთხილებთ, ისედაც ხალხს ყელში ამოუხვედით, ისედაც გამწარებული ძალოვნები თავს იბუჭავენ, რომ თავყბა არ გაგიერთიანონ, ისედაც მაღალი აგრესიული ფონია. ღმერთი არ გაგიწყდეთ, თორემ ვერც ერთი ვერ გადაურჩებით აბობოქრებულ ხალხს, რომელსაც არ ახდით მშვიდად ყოფნას. წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და მიმართავს საპროტესტო აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ახლა ჩემზე და იმ ზეწოლაზე, რასაც თქვენი მოკლე ჭკუით ახდენთ. მე ცოტა სხვა ჩამოსხმის ვარ. ძალიან მართობს და მახალისებს თქვენი მგზნებარე შფოთვები და ვნებანი. ნეტარ ყუჩობა ამ უვიცობის ყოველდღიურ რეჟიმში ყურება. მე ნუ მეტოლებით, ხომ ხედავთ, როგორ საწოდავდებით და კრინდებით. ხო, მესმის, ბევრ სიტყვას ვერ გაიგებთ. გუგლი მოიშველიეთ. მოკლედ, აკაცუქთა დაჯგუფება. აირჩიეთ, როგორი 5 ოქტომბერი გაგითენდებათ ან არ გაგითენდებათ. დიდი ხანია მთხოვენ სასჯელ აღსრულების სისტემაში დაბრუნებას და ჯერ თქვენ მანდ მოგუჭდით დიპლომატ და მერე იქნებ ნაჩალნიკადაც მოგეხატოთ. წერს ლალი მოროშკინა.